და მამისა და დადისა და სულისემისა და გილოცავ თავი მეფის სენების დღესა და თავი მეფის მეფობის ხანას ქვია ოქროს ხანა და თავი მეფე ლოცველი იყო, თავი მეფე აშენებდა ტაძრებს, მონასტრებს და ისტორია ვიცის იცის რომ როდის იყო საქართველოს დამოუკიდებელი, როცა იყო დავით მეფე, ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე და გიორგი წინვალე და ამ დროს იყო თავისუფალი, იმ დროს იყო მეფე თავისუფალი საქართველოს მონობისაგან, როცა მეფეები ემოჩნდებოდნენ ღმერთსა. აი თავი მეფის შვილი რუსუდანი არ ემოჩნდებოდა, ოფიცერს იყო ხალხმას მივაწევდა ღმერთსაც ასაჯა მონღოლებით. თქუდათ არაფერი არ ხდება. ამიტომ ჯოხი არ უნდა ვაგინოთ ჩვენ. ჯოხი აი შეიძლება ვიყავით მონობაში არაბების, მონღოლების, თურქების, ან რუსეთის, რუსეთის პრესულების. მაგრამ ბიბლიის მიხედვით ხდება ცოდვებისა გამო, ამიტომ ათოწმენა არა საკმარისი. რა თქვა მე ეშმაკზე რომ იცის რომ ქრისტიანია უკვე და არასაწინააღმდეგო საკეთებს. ეშმაკის მიზანი რა არის რომ ყველა ადამიანი წაიყვანა ჯოჯოხეთში. ღმერთის მიზანი კიდე რა არის რომ ყველა ადამიანი ყველელიც კი აცხონოს. ამის მაგალითია მოსე შავი და ამიტომ მოსე შავი და ნებისმიერი უყოფაქცევის ადამიანი არის სამოთხეში. პავლე მოციქულს ვანახა ღმერთმა სამოთხე გაუყედა ვინც იქ ნახა და ვისაც ელოდებოდა ვერ ნახა. ამით ისეთ გამიდო ჩვენ ვიღაცას გამიგითხავ, ვიღაცა მეძავია ამ დროს მარიამ მეგდელია, მარიამ მაგდალენის მეძავი იყო და მარიამ მაგდალენის მადმკლავია და უსწრელი გვამია. მარიამ მეგდელმა კიდე ყველაფრის ცოდნას მიაღწია, ამ დროს წერა კითხვა არ იცოდა. ეს ხდება ღვთის წყალობისა გამო, ასევე მოსე შავის ყველი იყო და ესე იგი ბედნიერია ეს ბავშვები, ვისაც მოწუნე მშობელი ყავს, ვისაც მოწუნე მასწავლებელი ყავს და ძალიან მიხარია რომ აქ ეს ხუსები რომ მოდიან, უმეტეს რომ მასწავლებლების არიან მოწუნეები. ჩვენი შვილები თუ გაიზრდებიან თავმების მაგალითზე, კეთილმოწყობის მაგალითზე, შეიძლება ფული აიჩია და გაეკიდა საწუნოება, მაგრამ ესე იგი არჩია წამება. ასევე რომ წაიკითხავს ჩვენი მანდილოსები მესაცდე დედებს ეთგულება მოემატება და მადლობა აღმეცო მიუხედავად მისა ათეისტური წობა გარიარეთ და მათ ხშირად უსვამ ხაზს არა იმიტომ რომ კარგი იყო ეს იყო საშინელება ამიტომ რომ უარყოფილი იყო ღმერთი 70 წელი და ცოდნის საშუალება არ ჰქონდა ქართულ ადამიანს და ბევრი ისე გარდაიცვალა არ ჰქონდა ცოდნა აიღო უსაწონი ღვთის წინაშე და 17 მაისს კიდე 17 მაისს პირველ საათზე ქაშვედიდან იქნება პარაკლისი 17 მაისი ეკლესიამ დაწესა ოჯახის სიწმინდის დღე და უფროსების მშობლების პატივისცემის დღე და რატო? იმიტომ რომ მათ ცნებაში, რომელიც მარტო ქრისტიანებს კი არ მიეცა, მუსულმანია თუ ნებისმიერი მოწმუნეა, იქ წერია იმ ცნებაში პატივიეს დედას და მამას. და თქინდა რომ დღესელი და ბედნიერიო. აი 17 მაისს სასურველი გააქვთ. მით თანახმად ოჯახის სიწმინდისა, მშობლების პატივისცემისა შეგიძლიათ ქაშვედში მოხვიდეთ პირველ საათზე და მშობლები იქნება ჩადარდება პარაკლისი და ქაშვედიდან იქნება მშვიდობიანი მსვლელობა სამებამდე. ქრისტიანობა.